პირველ რიგში მინდა გითხრათ ის, რომ მთავარი პროკურორის სეიფში არ ინახებოდა არანაირი ფოტოებზე არ არის საუბარი, აქ ინახებოდა ფაქტობრივად ზურაბ ჟვანიას საქმის, ციხის სამართლის ბატონი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ციხის სამართლის საქმის არსებითი და განუყოფელი ნაწილი, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი და ეს იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური, ვინაიდან მე ამ მასალებს ვინახავთ, მე და ჩემი წინამორბედების და ჩვენ ზოგადად ვინახავდით ამას სეიფში სწორედ და არა YouTube-ზე. მოდით ეს პირდაპირ ვთქვათ ახლა რა აღმოაჩინეს, რაზეა ლაპარაკი საერთოდ, თუ აღმოაჩინეს რამე გაურკვეველი მასალა წლინახევრის წინ და მე ჩემი კაბინეტი და ოფისი და შესაბამისად სეიფის გადაიბარა ახალმა ასე ვთქვათ პროკურორმა კბილაშვილმა ანუ არჩილ კბილაშვილმა ბუნებრივია 18 თვის წინ ან წლინახევრის წინ თუ იქ რაღაცა აღმოაჩინეს ისეთი რაც იყო სკანდალური მნიშვნელოვანი რაღაც გარკვეული ახალი სიახლის შემტანი ამ გამოძიების არსებულ ვერსიაში, რა თქმა უნდა, ხო ბუნებრივია ეს მოხდებოდა, ამის გასაჯაროება ალბათ მაშინათვე მოხდებოდა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი აბსურდი აქ არის ის, რომ ესე იგი დღეს ცდილობენ დამიმტკიცონ მე ის, რომ მე დაუტოვე ბატონ არჩილ კბილაშვილს, ასე ვთქვათ, ფაქტიურად მათ შორის ჩემი მამხილებელი მასალას, რაც არის სრული აბსურდი, რადგან თუ მე ხელი მივისწევ, უკაცრავად პროკურატურა დღეს საუბრობს იმაზე, რომ თითქოს მათ აღმოაჩინეს ისეთი სურათები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ვერსია არის მცდარი, რომ იყო რაღაც ძალადობრივი მოქმედებები და ეს არის თითქოს რაღაცა სიახლე. ეს იმას ნიშნავს, თუ მე მედო სეიფში ესეთი მასალა, მე ბუნებრივია ეს უნდა დამერთო გამოძიებისთვის და ვერსიის სხვა ვერსიას უნდა დამუშავებულიყო, ხო? ანუ შესაბამისად მე ეს არ გავაკეთე, ეს არ თუ მქონდა და გავიაზე რა მქონდა და არ გავაკეთე, ესე იგი ჩავიდინე დანაშაული, ხო? ეს ბუნებრივია, ხო? და თუ ესიც გქონდათ 18 თვის წინ და ჯერ თუ მე იმდენად იდიოტი ვარ უკაცრავად ამ სიტყვისთვის რომ ეს ჩემი მამხილებელი და ჩემი წინამორბედების და ზოგადად ასე ვთქვათ დიდი გუნდის მამხილებელი მასალა დაუტოვე ბატონ არჩილ კბილაშვილს მე ხა უკაცრავად რა ანუ ყველანაირ ბრალდება შეიძლება მივიღო მაგრამ ბრალდებას იმის თაობაზე რომ მე მაგ ასე ვთქვათ მე არა მაქვს არანაირი IQ და მე ვარ ასე ვთქვათ კიდევ ვიმე ვარ მას იდიოტი ამ ბრალდებას ვერ მივიღებ რა თქმა უნდა და კიდევ ერთხელ ამისთვის მადლობას გიხდით რომ მე მაქვს საშუალება რომ საზოგადოებას ეს ღიად ვუთხრა და დაუსაბუთო თუ რა იყო ჩემს სეიფში და რა სპეკულაციებს აქვს დღეს ადგილი უკაცრავად კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას რომ ციხის სამართლის საქმის ოფიციალური მასალები და აქ იყო არა მარტო ერთი ან ორი ფოტოები რაც YouTube-ით გავრცელდა მოდი მე უბრალოდ მინდა რომ დავაკონკრეტო ეს დეტალურად ეხლა ამ მასალას უნდა საკმაოდ ვრცელი მასალები იყო და დეტალურად მეხსიერებითი ხედულობითი მეხსიერება არა მაქვს ცუდი მაგრამ ის რომ რაღაც მრავალსაათიანი პირები დამეზე პირებია ეს რა თქმა უნდა ვერ იქნებოდა და არც ყოფილა და მე არც გამიკეთებია ეს პირდაპირ გეტყვით ამიტომ საუბარია იმაზე რომ მე დავტოვე სეიფში ზურაბ ჟვანიას საქმის მნიშვნელოვანი მასალა ეს იყო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფირი ფოტომასალა ოღონდ ეს ყველაფერი იყო ელექტრონული საშუალებებზე ან დამაგრებული და არა ეს ვთქვათ დაბეჭდილი ალბომის სურათებით რა თქმა უნდა 21 საუკუნეში ცხოვრობთ და ეს არ ყოფილა ბუნებრივია ეს იყო ასევე სამედიცინო ექსპერტიზა ერთი გვამის მეორე გვამის შესაძლოა ყველა პროცედურა რომელიც განხორციელდა გამოძიების მიერ რომელსაც ესწრებოდნენ პროკურორები შესაბამისი უფლებამოსილი პირები მათ შორის ოჯახის წევრები მეგობრები ხა ხო ეს ყველა მიცით ჩვენ და ამაზე მრავალი თქმულა მრავალჯერ თქმულა სპეკულაციები ამაზე არ მთავრდება მაგრამ იმდენია ამ თემაზე ნალაპარაკები რომ ფაქტიურად ყველა მოქალაქემ დაახლოებით იმდენივე იცის რამდენიც უშუალოდ ამ საქმის გამოძიებლებმა მოდით ესეც სიტუაციაა ხო ეხლა 9 წელი გავიდით 9 წელი მიდის ამ ასე ვთქვათ ამ თემაზე საუბარი იმდენი ითქვა მართლაც ოჯახის წევრების მიერ მეგობრების მიერ რომ თითოეულმა მოქალაქემ ფაქტიურად იცის ამ საქმის ძალიან ბევრი დეტალი